რახან შენ მოგწას? კაი, წავედით, უნდა მოვემზადოთ, რომ მალე მოდის პირველი პაციენტი. შენს უგეჩქარება რა. რა გაცინებს? არ მითხრა რომ მესამე თვალი გამოგივიდა. არა, უბრალოდ დადებითი ენერგია ვიგრძენი და მიხდი რომ იცინი. ორი წუთი გააქვს საქმე ოქშენთან. რა ხდება? რავი, თაკოს ამბავია ისე. არ ძინავს ისე? ნუ რეტამარტო იყოს რა. არც ძინავს, არც ჭამს, არც სვავს, რა ვიცი. დილით ძლივს წამოვაყენე. ბოლოს თავის დაქალი მოვიდა და რაღაც წამლები ურჩია. ფსიქოტროპულები? ხო, ფსიქოტროპულები. ბიჭო, უშველაო რა ვიღაცას. ხო, მაგრამ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ხო იცი რა? ჯო ვიცი ანდრო, მაგრამ არ ვიცი რა გავაკეთო, აიკვია და გინდა თუ არა მალე მოვკვდებიო. ხო, ეგაკვიატება ნერვოზის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. რო არ ჭამს და რო არ ძინავს, ეს უკვე დეპრესია. ხო და მაგას ჰოლისტიკური მიდგომა ჭირდება. რა ვიცი რა არ უთხარი ხან ფსიქოლოგი ურჩია ხან არ მომყვება და მე რა გავაკეთო. არ მოყვება და ნუ მოყვება, ჩემთან მოიყვანე აქ და ორი კვირა მომეცი რა. ბიჭო, ხომ არა რავი, ორ კვირაში მორჩება. ბოლომდე ვერ მორჩება, მაგრამ უკეთრო იქნება, ამის პირობას გაძლევ. ცხოვრების ხალისი რო დავბრუნდება, ამის პირობასაც გაძლევ. ხო და მოიყვანე, ჩავსვავ ჯგუფში. თუ დაჭირდა ინდივიდუალურადაც მივხედავ. ზმურად მაშინ იქნებ თავიდან შენ დაელაპარაკო რა. შენ მაგრამ მოიწონე იმ დღეს რო იყავი ამოსული და მე მგონი შენ თან დაგიჯერებს და თან უარსაც ვერ გეტყვის. კი, რა პრობლემაა? კარგი. შემეხმიანე რა. კი, არ ინერვიულო. ყველაფერს მივხედავთ. კაი, აი ცოტა მომეშო მე. კაი, შემეხმიანე ხო? იდი. ჯერ შენ რო გამოსულიყავი და გული არ გამხეთქო და არ შეიძლებოდა? უთხარ ასაპირებდი. სოფომ ჩამიშალოთ, თორე მაგარი გეგმა მქონდა. ეჭვი არ მიბარება. ჯერ შენ გადი უთხარი რომ დამიჭირესო და მე გამოვალო. მერე როდისო? ჩემდას გული რო გაუსკლებაო? ესეთი იდიოტი რატო? აი, რა მოგივიდა, ვიხალისებდით ცოტას. ხო და სახალისოდ გაქვს საქმე? კი. ყველა ბრალდება მოუხსნეს. მართლა? აი, მართლა არის. ხო გითხარი რა მნიშვნელობა აქვს დამიჭერენ თუ გამიშვებენ მეთქი ამას იგივე რეაქცია ექნება. აი ნახე. ის განაჩენია. კი, განაჩენია. აი წავედით ხა მე ერთი წუთი ვკითხულა. ეს ვერა, ხო მთლიანად წაკითხოს აპირებ? მთლიანად წაკითხოს აზრი არ აქვს, ბოლო გვერდზე წერია განაჩენი. ერთი სოფი მადლობა, როგორ უნდა გადაგიხადო? არ არის საჭირო. აუ რა კრეტენი ვარ. ეს დამავიწყნა მადლობის. არა უშავს. ეს ჩემი სამსახურია. მადლობა და სასიამოვნო იყო შენთან თანამშრომლობა. ჩემცაც სასიამოვნო იყო. მოიცა დედას დაბურეკო. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიდევ უნდა ვითანამშრომლოთ, კარგი? აჰა. უყრას გიზამ. სამაგიეროდ შეგვიძლია რომ ვიმეგობროთ. აბა რა. მოდი ღია. აიღე ჯოისტიკი. სათამაშო დამიბარე? ხო, ბაბატი, ეხა საქმეს თუ მოგწვიდე.
როცა არ თამაშობთ? რა გონია ეხა რომ მართლა სათამაშოდ დაგიბარებდი ამ ხელა წარმატებულ ბიზნესმენ კაცს? შენ ხო თავზე გაყრია საქმე რა. ხო და მაგიტო უნდა დავიყაროთ საქმეები. სულ ეგრე ამბობდა, მე საქმეზე რომ იდგება, დატყდები ხოლმე სადღაც. კი არ დავტყდები. მივდივარ რომ ვიფიქრო. შენ ეხარ ფიქრი კი იცი რა მნიშვნელოვანია. ეს საქმე არ იყო ამდენი საფიქრანი. არა. უარი თქვა? არა. აღარ შეხმიანები ვარ. თქვენ რო თქვით არ გვინდა. ანუ არც იმას უთქვამს არაფერი. არა. ესე იგი დრო გვაქვს. მოიცა, შევბეროთ? ბიჭო, მოსაფიქრებელია რა. უნდა გავარკვიოთ ვაფშე რა კაცი არის, რა უნდა. ბიჭო, გითხარი 1000 ჯერ. კარგი კაცია, ბევრი ფული აქვს და უნდა რომ ეს კაპიტალი სადღაც დააბანდოს რა. რა მავეჯის ცეხს ეტაკა რა. რა ვიცი, მე. ხო და მეც მაგას გეუბნები. ხო არ შევხვდეთ. მე შემიძლია ნებისმიერ დროს დაურეკო და დავითახმო შეხვედრაზე. ანუ უკვე ეგრე ხარ ვანოსტარო? ანუ რა შვები შევხვდეთ? აი სანამ მაგ ხილიცინს არ მორჩები, მე არცად დამრეკავი არ ვარ. ნუ რავი, როცა გინდა მაშინ დარეკე. კაპიკი საქმე არა მაქვს მაინც. მოდი ჯერ კობას დაურეკოთ. კითხოთ როდის სალია როგორ და შემდეგ დაურეკავ ვანოს. მოსულა? მოსულა. მინდი ჩარტი ერთი მიგამყნო. დედა, მომიგე, პირველ ადგილზე გავედი. ჩემო სიცოცხლე რა მაგარი ხარ, მართლა მოიგე? მე არ მჯერადე, ყოჩაღ. ხო, მამა მთელი გზა ამბობდა, ყველას მოუგებ და მეთქი ჩარკვიანს ვერ მოუგებ თქო და მეოთხე წელი არა ჩარკვიანი ჭადრაკზე დადის და მაინც მოუგებ. ეს რა ყველაზე მაგარი გოგო. ბებო სახშია? კი, აბა. მინდოდა დარეკვა, მაგრამ ესე თქმა უფრო მაგარია. აბა რა გაგიჟდება რომ ეტყვი, გადაირევა ბებო სიხარულისგან. მოდი გაკეთო და ადი მადლობა რომ წამიყვანე. მადლობა შენ მამიკო რომ შენ წამიყვან. პაკა. მე რა ბედნიერია. აუ ეხლა კიდე დაამშვიდი და შენ იქ უნდა გენახა რომ მოიგო და ხო გამოვარდა. ხო. შაგკოცნა მე მასწავლებლები მე დაიწყო იმ პარტიის მოყოლა. ნუ მასწავლებლები გებულობდნენ რასაც ყვებოდა და ეხლა მე ყოჩაღ მამიკოს მეტი არაფერი არ მithქვა. შენი სახე წარმომიდგენია პარტიას რო ისმენდი. არა შევპირდი რომ ჭადრაკი უნდა ვისწავლო რა. აი არ არსებობს, დღეს ვნახულობდი ვიდეო გაკვეთილებს ჭადრაკის. გინდა ჩაგიგდო ლინკი. აუ კი. ნუ მეორე ტურნირზე პირდაღებული აღარ ვიქნები. მასწავლებლებთან ტეხავს, რა ვიცი, შვილი ჩემპიონი, მამა გამოშტერებული. თან მერე კიდე ხო გამოვიდა. იცით რა? Traveling alone in an empty carriage, thinking of you, thinking of me. But still my heart won't leave me be. მეწახთით? მოკლედ როგორც ყოველთვის და ყველას თქვენც უდრო-დროს გეძახდით, ხო? რა საბობთ? მე თქვენთვის ვარ აქ. ირინა არ მოსულა? არა, წეღან დარეკა. რა მოვდივარო? ეგ არ უთქვამს, უბრალოდ მკითხა რამე ხომ არ გჭირდებათო. თქვენთან შემოვედი და გეძინათ. დაურეკო გნებავთ რამე? არა. ირინასგან არაფერი. მაგრამ აი, თქვენი მინდა გთხოვოთ რაღაც. გთხოვნა რა საჭიროა? ეს ჩემი სამსახურია. კი, მაგრამ რაც ახლა უნდა გთხოვოთ, ეს თქვენს მოვალეობებში არ შედის. ეს უფრო მეგობრული თხოვნა. გისმენთ. მაგრამ მანამდე უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ჩვენს გარდა ამას ვერავინ ვერ გაიგებს. ნერვიულობთ. არაფერი კრიმინალური. რას ბრძანებთ, ეს არც მიფიქრია. ძალიან მარტივი საქმეა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი.
კი ბატონო, მე თუ რამე შემიძლია? შემიძლია გინდოთ? კი. მადლობა. მოკლედ Tekla. Tekla. ტელეფონში მითხარი მოვაგნებოდ. ხო, აქ ნამყოფი ვიყავი და მე მეგონა მოვაგნებდი. არა უშავს, თავარი არ დაიკარგე. გამიხარდა რომ დამირეკე. ხო. აქეთ ვაპირებდი წამოსვლას და ვიფიქრე მოვიკითხავ მეთქი. თან შენი ამბავი მაინტერესებდა. ჩემი ამბავი არ არის კარგად. ოი, რატო? რა ვიცი. გამომაგდეს. ხო, აი, არა ხარ შენ დამნაშავე და აქ ვერ გაგაჩერებთ. მიცი, აბა ანუ სალიას ასე ციოლა ხა. წესერად რომ გითხრა არ შეიძლებოდა? ასე ხო უფრო გაგიხარდა. არა. აი, ნუ იბუტები. შენ რატო ხარ აქ? გარდადეგები არ გაქვს? საბუთებს ვაგროვებ. რისთვის? ხო გითხარი. გამოცდა ჩავაბარე პრაღაში. ხო, დამოვიწყდა. ვეკითხა რა ქენი. 18 ქულავია. მე მაქსიმუმია, ხო? არა, მაქსიმუმი 20 იყო, მაგრამ ესეც კარგია. ნუ ყოველ შემთხვევაში მიმიღეს. ილოცა, გამიხარდა ძალიან. და როდის გეწყება სწავლა, როდის მიდიხარ? წესით შემდეგი სემესტრიდან. ნუ ეხლა მთავარია დაფინანსება მოვიპოვო. ბევრია? ცოტა არა. რამეში ხომ არ შემიძლია დაგეხმარო? არა, რაში უნდა დამეხმარო. რა ვიცი, წამოყვევი რო არ დაიკარგო. ვინმე რომ არ გაგაბრაზოს, რა იცი რა ხდება. კარგი. თუ რამეში დამჭირდი გეტყვი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ვინმე გაგაბრაზებს, კარგი? კარგი. არ გაიძრე. ნელ-ნელა შემოტრიალდი. ლადო. ლადო. მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის რომ ახელთვალეთ დაიგნეთოს მერე გვიან ხდები რომ ისი ხო ვინც გიყვარს ისი ხო ვინც გახსოვს